გამარჯობა თვითფასო ტელემაყურებლებო, მოგესალმებით სახალხო პარტია დიდგორის სახელით. შეგახსენებთ, რომ ჩვენი საარჩევნო ნომერია ნომერი 5. მე როგორც ამ ბლოკის წარმომადგენელი ერთ განსაკუთრებულ ნიშანს გავუსმინო ხაზს, რომ სახალხო პარტია დიდგორი ერთადერთი ბლოკია ალბათ, რომელსაც 3 გორელი ყავს წარმოდგენილი გამსვლელ ადგილზე პარტიულ სიაში. ეს განსაკუთრებული ადგილი და პატევი გორის მიმართ გამოწვეულია არა მარტო ადგილობრივ არჩევნებში ჩვენი მიღწევით, არამედ გორის თვითონ რაიონის და ქალაქის მნიშვნელობით და მისი ფუნქციის ამაღლებით და აწევით იმ შემთხვევაში, თუ სახალხო პარტია დიდგორი გაიმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში. არაფერს არ ვიტყვი ამჯერად იმ უამრავ პრობლემაზე, რომელიც ასე რიგად შემოძალია ჩვენს ამომრჩეველს, განსაკუთრებით მინდა აღნიშნო მაინც ელექტროენერგიის დეფიციტი, წყლის დეფიციტი, უგზოობა, უხელფასობა და ასე შემდეგ. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ყველა ეს პრობლემა სულ მალე თქმული მოგონებად თუ მწარე მოგონებად გადაიქცევა პატიოსანი ხელისუფლების ხელში, იმ ხელისუფლებისა, რომელიც არ შეჭამს ჩვენი მოსახლეობის კუთვნილ თანხებს, რომელიც არ გაანიევებს საზღვარგარეთიდან მოსულ დახმარებებს და რომელიც უამრავ კრედიტს თავისი დანიშნულებისამებრ გაქვს. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვალდებული ვართ გავაუქმოთ არაკონსტიტუციური ეგრეთ წოდებული გუბერნიები, რომლებიც ხალხის კისერზე არსებობენ, არაფერს არ ქმნიან და მხოლოდ მოიხმარენ. აქედან გამომდინარე, მთელი ძალაუფლება უნდა გადაეცეს თვითმმართველობას, რომლის მიმართაც უდობა არის ხალხის მხრიდან და რომელსაც შესწევს ძალა, რომ ხალხს მოახმაროს ადგილზე არსებული მთელი მატერიალური და სულიერი სიკეთე.